გადავიდეთ თვითონ ტექსტის განხილვაზე. თავისუფლების შესახებ წიგნი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ჯონ სტიუარტ მილის შემოქმედებაში, იწყება იმის კონსტატაციით, რის გაკეთებას არ აპირებს მისი ავტორი. და მილი ამბობს, მე არ ვაპირებ ვისაუბრო თავისუფალ ნებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად ფილოსოფიის ისტორიის განმავლობაში, თავისუფლებაზე იყო ლაპარაკი, უმეტეს შემთხვევაში ლაპარაკი იყო სწორედ იმაზე, რამდენად აქვს ადამიანს თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა თუ უნარი, თუ მაგალითად მისი ქცევები განსაზღვრულია მიზობრიობით, ან ღვთისნებით და ასე შემდეგ. მილი ამბობს, მე ამ საკითხს არ შევეხები. რაც თავისთავად უცნაურია, ხო, ანუ რეალურად ის ფილოსოფიურ ტრადიციას გარკვეულად გადახაზავს, აბა რას შეეხება ის? და მილი ასევე ძალიან ახლად ამბობს, მე ვილაპარაკებ სოციალურ თავისუფლებაზე. რა იგულისხმება სოციალურ თავისუფლებაში? იგულისხმება ის, თუ რამხელა ძალაუფლება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას ინდივიდს. მილი წარმოგვიდგენს ისტორიას, ყოველ შემთხვევაში საბერძნეთის, რომისა და ბრიტანეთის ისტორიას, როგორც მუდმივ ბრძოლას ძალაუფლებასა და თავისუფლებას შორის. თუ წარსულში ეს ბრძოლა იყო ძალიან ნათელი, იმიტომ რომ ფრონტის ხაზი იყო ძალიან ნათლად გავლებული, ერთ მხარეს იყვნენ მოქალაქეები და მეორე მხარეს იყვნენ დაპირისპირებული და ანტაგონისტურად განწყობილი მმართველი კლასი, მმართველები. და შესაბამისად, ადვილი იყო მოქალაქეების ამოცანის განსაზღვრა, ხო? მათი ამოცანა იყო არ დაეშვათ პოლიტიკური ტირანია. იმიტომ რომ თუ პოლიტიკური ტირანიის შესაძლებლობა დაიშვებოდა, მაშინ არც ერთი მოქალაქე არ იქნებოდა დაცული მმართველებისგან. ამიტომაც ამოცანა იყო ის, რომ შეზღუდულიყო მმართველთა ძალაუფლება. ეს ხდებოდა ორი გზით, პირველი პოლიტიკური უფლებების აღიარების მოთხოვნით, ანუ იმის მოთხოვნით, რომ რაღაცა უფლებებია საზოგადოების წევრებს, რომელთა დარღვევის უფლება არ აქვს მმართველთა კლასს, და მეორე იყო კონსტიტუციური ბალანსის მექანიზმების შემოტანება. ანუ რეალურად წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნით, რომელსაც მმართველობისას დაეკითხებოდა მმართველი, ხო? მაგრამ ეს იყო მაშინ, როდესაც საზოგადოება არ იმართებოდა დემოკრატიულად. როდესაც აღმოჩნდა, რომ შეიძლება მმართველების არჩევა და გადარჩევა რაღაცა პერიოდის შემდეგ, გაჩნდა განცდა, რომ შესაძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი აღარ არის მმართველთა კონტროლი, იმიტომ რომ მმართველები წარმოადგენენ იმავე ერს და იმავე ნაციას, რომელსაც მმართველები. სინამდვილეში დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოება მართავს საკუთარ თავს, ერი მართავს საკუთარ თავს. და ამიტომაც განსაკუთრებული კონტროლი საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს თვითმმართველობაა რაღაცა აზრით, ანუ ეს არის საკუთარ თავის მმართველობა და არა გარედან თავს მოხვეული მმართველობა და ასეთი ეჭვი და დაცვა მმართველობიდან საჭირო არ არის. ეს აზრი მილის დროს გავრცელებული იყო ზოგიერთ პოლიტიკის თეორეტიკოსთან და მილი მას მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ინტენსიურად ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ დემოკრატიაშიც შეიძლება ადამიანის თავისუფლება გახდეს პრობლემა და ადამიანის თავისუფლება შეიზღუდოს ან გაქრეს. მეტიც, მილი ამბობს, რომ დემოკრატიაში ტირანიის პრობლემა შეიძლება უფრო მძიმეც კი იყოს, ვიდრე არადემოკრატიულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ არადემოკრატიულ საზოგადოებაში ტირანია არის პოლიტიკური ტირანია და ნათელია, სად მდებარეობს მისი ცენტრი. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ტირანიამ შეიძლება მიიღოს სოციალური ტირანიის სახე, ანუ ინდივიდები შეიძლება გაკონტროლდნენ არა პოლიტიკური ძალის, არამედ თავად საზოგადოების მიერ. შეიძლება დამყარდეს უმრავლესობის ტირანია. დემოკრატია ამ საფრთხეს შეიცავს თავის თავში. და მილს აწუხებს ის საკითხი, რომ ამ
საფრთხეს მის თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი ვერ ხედავს. არიან რეფორმატორები, მაგრამ ამ რეფორმატორებს უფრო თავიანთი იდეების განხორციელება აწუხებთ, ვიდრე ადამიანის თავისუფლებისათვის შექმნილი საფრთხეები. ერთ-ერთი საკითხი, ერთ-ერთი სფერო, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია, არის რელიგია. მილი ამბობს, რომ გასაგები ხდება, რომ ანუ ვთქვათ რელიგიურ სფეროში რელიგიური ჯგუფები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვერ თანხმდებიან და შესაბამისად ინდივიდს დაუტოვეს თავისუფლება. მაგრამ და სხვაშორის ეს მოხდა რელიგიური ომების შედეგად, მოგეხსენებათ, მოყოლებული მე-16 საუკუნიდან რეფორმაციის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძალიან ძლავრად ერთის მხრივ კათოლიკური, ხოლო მეორე მხრივ პროტესტანტული ეკლესიები. და ამან გამოიწვია ძალიან სისხლისმღვრელი ომები საუკუნეების განმავლობაში. და შესაბამისად სხვადასხვა არსებობს ლიბერალური ფილოსოფიის ერთ-ერთი აზრია, რომ თავისუფლება ჩნდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს ებრძვის ორი ტირანია. და იგულისხმებოდა, რომ როცა საკმაოდ ავტორიტარულმა ინსტიტუტებმა, როგორც იყო კათოლიკური ეკლესია და როგორც იყო პროტესტანტული ეკლესია, ერთმანეთი ამოიღეს სამიზნეში, სწორედ მაშინ გაჩნდა ის თავისუფალი ადგილი, ჰალად შეიძლებოდა რელიგიურ სფეროში ადამიანის თავისუფლებას მოეპოვებინა რაღაცა პოზიციები, ხო? და მილი სწორედ როცა ამბობს, რომ აი რელიგიურ სფეროში ამ გარკვეულ შეთანხმებას მივახციეთ, სწორედ ამ ასე ვთქვათ რეფორმაციის ომების შედეგს გულისხმობს. და მაგრამ რახან ეს პრობლემა რელიგიის სფეროს გარდა არსად არ არის გადაწყვეტილი და რელიგიურ სფეროშიც კი მილი ამბობს, რომ ყველაზე რელიგიურად განწყობილი ადამიანები არ არიან მიდრეკილნი ტოლერანტობის მიმართ. ძირითადად ტოლერანტობა მოაქვს ამბობს მილი გარკვეულ რელიგიურ ინდიფერენტულობას, ხო? ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ ის პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ლეგიტიმურია საზოგადოების ჩარევა ინდივიდის ქცევაში. და მილს ყოველთვის საკმაოდ მარტივი პრინციპი აქვს, რომელიც ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან შეიძლება ასევე ჩვენთვის არ იყოს უცხო. პრინციპი ასეთია. ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც ძალაუფლების გამოყენება შეიძლება მოქალაქის მიმართ თუ მოქალაქის წინააღმდეგ, ეს არის სხვებისათვის ზიანის მიყენების არ დაშვება. ანუ ძალაუფლება ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ მისი მიზანია ერთმა ინდივიდმა სხვებს არაფერი დაუშაოს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ის არის არალეგიტიმური. ეს არის მილის თითქოს მარტივი, მაგრამ სიამოვნებაში ძალიან რადიკალური აზრი. იმიტომ რომ ეს პრინციპი მოიცავს როგორც აზრის, ისე გამოთქმის და ისე ცხოვრების ფორმის, ანუ ქცევის თავისუფლების აღიარებას. რასაკვირველია, ეს პრინციპი შეუზღუდავად არ მოქმედებს. პირველი, ის ეხება მხოლოდ ზრდასრულებს. ანუ მათ, ვისაც აქვთ განსჯის უნარი, საკუთარი თავისუფლება რეალურად აირჩიონ და მოიხმარონ. მეორე, ამბობს მილი, ის ეხება ცივილიზებულ ხალხებს. ბარბაროსებისათვის ტირანია სრულად მისაღებია. ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ მილი რასაკვირველია არ არის თავისუფალი იმდროინდელი კოლონიზატორული წარმოდგენებისგან, ხო? და ეს ეთყობა. და მესამე, ის ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს დაეხმაროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველი იყო იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მიხვდეს რაშია თავისუფლების აზრი, ხო? მესამეა ის თუ შეუძლია თუ არა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ არ ეკონდეს უნარი და საკუთარ თავს დაეხმაროს, ანუ საკუთარ თავს მიხედოს. ასეთი ადამიანები მილის მიხედვით არიან მაგალითად ღარიბები, რომლებზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფო. ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ მილი
გვაჩვენებს, რომ ის მისი ინდივიდუალიზმი ეს არ არის რაღაცა ინდივიდუალიზმი, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანების სრულ, ვთქვათ, იგნორირებას და მათი გაჭირვების იგნორირებას. უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ყოველს და სრულ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ცხოვრების ფორმირება და მართვა, მაგრამ თუ არის ისეთი ადამიანების კლასი, რომელსაც არ შეუძლია და ითხოვს დახმარებას, მათთვის დახმარება უნდა მიიღონ. ზოგადად ლიბერალური ფილოსოფია არის საჯაროობის, დისკუსიების, ღიაობის მომხრე და მილი არის ამის ფანტასტიკური მაგალითი. მილის აზრით დისკუსიის დაშვების აუცილებლობის 4 არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ. პირველი, თუ აზრი ჭეშმარიტია და ხდება მისი ჩახშობა, შინ ზიანი მიადგება მთელს კაცობრიობას, რადგან ამ ჩახშობით ხდება ცოდნის მოპარვა კაცობრიობისათვის. ეს რომელიც დაუშვებელია. მეორე, თუ წარმოდგენილი აზრი ნაწილობრივ ჭეშმარიტია და ნაწილობრივ მცდარი, მაშინ დისკუსიის ჩახშობა შეუძლებელს ხდის სიმცდარის გამოსწორებას და ამიტომაც შეცდომების, ვთქვათ, დადგენას. და ამიტომაც არის მიუღებელი, ანუ ჩახშობა აქაც მიუღებელია. მესამე, მიუხედავად იმისა, მართალია აზრი თუ მცდარი, ყველა აზრი საჭიროებს დისკუსიის შემოწმებას. ამის ისტორიული მაგალითები არსებობს, მაგალითად სოკრატეს დიალოგები, ხო? რომლებსაც ის მართავდა სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებთან თუ უბრალოდ მოქალაქეებთან ათენში. და შუა საუკუნეების დისპუტები, რომელიც ცნობილი იყო თეოლოგებს შორის მიმდინარეობდა, ხანდახან სრულიად აბსურდულ თემებზე, რათა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ლოგიკური ინსტრუმენტარიუმი, ვთქვათ ასე, არ გაცვეთილიყო და პირიქით წასულიყო წინ, ხო? მილს მოყავს ძალიან საინტერესო მაგალითი, ასევე ის ამბობს, აი, კათოლიკურ ეკლესიაშიც კი, ანუ ეკლესიაში, რომელიც ინსტიტუტში, რომელიც რეალურად დოგმებსაა დაფუძნებული, ამ დისკუსიის აუცილებლობის გაცნობიერება ხდებოდა. როგორ ხდებოდა? საქმე ის არის, რომ როდესაც წმინდანად შერეცხვის პროცესი მიმდინარეობდა, იყო სპეციალური ცერემონია, რომელსაც გამოდიოდა ჯერ ადამიანი, ვინც ამბობდა, რატომ უნდა შეერეცხათ ეს თუ ის ფიგურა წმინდანად, და მას ერქვა ადვოკატუს დეი, ანუ ღვთის ადვოკატი. და შემდეგ გამოდიოდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, თუ რატომ არ უნდა შეერეცხათ ეს ადამიანი წმინდანად. და მას ერქვა სწორედ ადვოკატუს დიაბოლი, ანუ ეშმაკის ადვოკატი. აი ჩვენი გამოთქმა ეშმაკის ადვოკატია, სწორედ აქედან მოდის. იგულისხმებოდა, რომ რასაკვირველია ეს ცერემონია წინასწარ იყო შეთანხმებული და ეშმაკის ადვოკატი ყოველთვის დამარცხდებოდა და ყოველთვის გაიმარჯვებდა ღვთის ადვოკატი და თუ ადამიანი უკვე წარმოდგენილი იყო წარდგენილი იყო წმინდანობაზე, ვთქვათ ასე, ის ვთქვათ შეირაცხებოდა კიდევაც წმინდანად. მაგრამ მილი ამბობს, ისეთი დახურული ინსტიტუტისათვის კი, როგორიც კათოლიკური ეკლესია იყო შუა საუკუნეებში, ისიც კი აღიარებდა დისკუსიის აუცილებლობას და მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში ის აუცილებელია. ოღონდ ასაკურებდა წინასწარ შეთანხმების გარეშე, რომ ერთ-ერთი მხარე დამარცხდება და ერთ-ერთი მხარე უკვე ეშმაკის ადვოკატია აპრიორი წინასწარ, ხო? საკმეც ის არის, რომ ლიბერალურ საზოგადოებაში წინასწარ არავინ არ იცის, ვინ არის ღვთის ადვოკატი და ვინ არის ეშმაკის ადვოკატი, სწორედ წინასწარ განსაზღვრულ სცენარებს უარყოფს მილი თავისი ფილოსოფიით. და მეოთხე, აზრები, რომლებიც დისკუსია არ მიმდინარეობს, იქცევა დოგმებად. ისინი კარგავენ დამაჯერებლობას. მილის მიხედვით რელიგიები არის ამისთვის ძალიან კარგი მაგალითი, იმიტომ რომ იწყება ცოცხალი რწმენით და ბოლოს ისინი ამთავრებენ მკვდარი დოგმატებით. შესაბამისად, აუცილებელია მუდმივად მათ შორის იმ აზრებზეც კი, რომლებიც არ არის რომლებიც მიღებულია როგორც ჭეშმარიტი, საჭირო მათზეც კი მუდმივი დისკუსია.